სალამი მეგობრებო, დღეს მინდა რომ ვილაპარაკო ხევსურულ კულტურაზე. მე დედით ხევსური ვარ და ისედაც თავს ვთვლი ხევსურად, რადგან შინაგანად მაქვს ძალიან დიდი კავშირი ხევსურებთან და ამ კულტურასთან. ბავშვობაში რაც მაფიქრებდა ხოლმე იყო ხევსურების დამოკიდებულება სიკვდილისადმი, იმიტომ რომ მე რაც მინახავს სიკვდილს ახლა თბილისში ვცხოვრობდი ხო, ზაფხულობით მივდიოდი ხოლმე ხევსურეთში და ესე დავუშვათ ვიღაც თუ გარდაიცვლებოდა, ესე არ მაკარებდნენ მაინც და მაინც მშობლები, მაგრამ ხევსურეთში ხა სოფელში თუ ხდებოდა რაღაც, გინდა თუ არა ამის მომსწრე იყავი. და ხევსურების დამოკიდებულება სიკვდილისადმი იყო, აი რომ დავახასიათო ერთი სიტყვით იყო ჩუმი. აი რაღაცნაირად ჩუმად ხვდებოდნენ სიკვდილს, იქ არიციან რაღაცა ესე გლოვა და ტირილი დიდად. მე მახსოვს ბავშვობაში სამეგრელოში ფოთში ჩავედი ერთხელ პირველად ზღვამად ნახე, პატარა ვიყავი და მაგრად მახსოვს ეგ მომენტი, გვერდზე ეზოში ვიყავი გადასული, ჭიდან ვიღებდი წყალს და აი უცებ რო გავიგონე კივილი და გამოვიხედე და მთელ გზაზე გაფენილად ესე მოდიოდნენ ქალები და ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ანუ სამეგრელოში მაგალითად გლოვა არის სხვანაირი. აი სხვანაირად გამოხატული დიდი ზარით, დიდი ტირილით, ხო? ხევსურეთში და შოკი მივიღე, იმიტომ რომ მსგავსი რამე საერთოდ არ მენახა, ვერ წარმომედგია, იმიტომ რომ მე ვიყავი შერჩეული, რომ სიკვდილი როცა მოდის, ხვდებიან ჩუმად ადამიანებთან, იქაურებთან, ხო ბავშვობიდან მქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და სიკვდილს უყურებდნენ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ეხლა ჩვენც ვამბობთ ხოლმე ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ მაინც მოვკვდებით ან რაღაც ესეთი ტექსტები, მაგრამ ჰაერზე ნათქვამია ხოლმე ხშირად და ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ მოვკვდებიან და მათ მიღებული აქვთ, ეს მათთვის არ არის მარტო სიტყვები, მიღებული ქონდათ ეს ჩვეულებრივი ფაქტი, რომ იბადები, ცხოვრობ ადამიანი, შენ გზას გადიხარ და კვდები, ანუ ძალიან მიმღებლური დამოკიდებულება არის სიკვდილისადმი და აი პატივისცემაც მაგალითად ოჯახისადმი ზუსტად გამოიხატება ამ რაღაცნაირ სიჩუმით. სხვათა შორის ეს მთელ შიშებს, ფოთვების, ფობიების უკან რა დგას ხო, ძირში რო წავიდეთ, დგას ან პანიკური შეტევების უკან, ძირი მაინც არის სიკვდილის შიში. ყველაზე დიდი შიშისგან, როცა ხარ თავისუფალი ადამიანი, ეგ ძალიან დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ ზოგადადაც იყო თავისუფალი ადამიანი. ხო, თავისუფლებას რაც შეეხება მაგაზე ვიტყვი, რომ ხევსურების ცნობიერება იყო მიმართული თავისუფლებაზე და თანასწორობაზე, სრულ თანასწორობაზე. ხევსურეთში ვინც არ იცის, არასდროს არ ყოფილა ბატონყმობა, თავადაზნაურობა და რაღაცები. ხევსურები არ სცნობდნენ მეფეს და არ სცნობდნენ მღვდელს. პირველი მეფე, რომელიც ცნეს, იყო ერეკლე მეორე, იმიტომ რომ ერეკლე რო ავიდა, მათ სალოცავთან მოიყარა მუხლი, თანასწორად მიიღეს და აღიარეს მეფედ. თორემ ისე ზოგადად ხევსურები არ ცნობდნენ, ანუ ნებისმიერ იერარქიულ რამეს, რაც განაპირობებდა, რომ ვიღაც მაღლა მდგარიყო და ვიღაც დაბლა, ასეთ რამეს არასდროს არ ცნობდნენ და ეს თანასწორობა მათში. მაგალითად, ხო, ამ თანასწორობაში არ იყო სხვაობა ასევე ხუცესებთანაც. აქვე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ არასწორად არის გავრცელებული ინფორმაცია, ხშირად მომისმენია, რომ ხევსურეთში ხევის ბერად მოიხსენიებენ ხოლმე ამ ადამიანებს, მაგრამ ხევსურეთში ერქვათ ხუცესები, ფუნქცია ძირითადად იგივე იყო. ზოგადად ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ აი ღმერთი ირჩევდა, ესე თვლიდნენ რა. თავისი თუ ვლინდებოდა ის უნარები, რაც უნდა ქონოდა ხუცეს და თითქოს აი ხდებოდა ხელდასხმა რა. მაგრამ თუ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ იბადებოდა ასეთი ადამიანი, ვინც აიღებდა ხუცესის ფუნქციას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ირჩევდნენ ხოლმე კონკრეტულ ადამიანს, ვინმე ადამიანს ხუცესად, ვინც იცოდა მაგალითად სჯულის კანონი, რიტუალების აღსრულება და ასე შემდეგ. ბევრი საინტერესო ტრადიცია და რიტუალია, ხა მე სრული ცოდნა რა თქმა უნდა არ მაქვს ამაზე, თუმცა მაქვს ბევრი ინფორმაცია. საბჭოთა კავშირის დროს, როცა
ხევსურების უდიდესი ნაწილი გადაასახლეს. ზუსტად მაგ დროს მოხდა ხევსურების რეალური ტრადიციების დაკარგვა. ძალიან დიდი კულტურის მატარებელი ადამიანები არიან, ძალიან თავისუფალი ცნობიერების. აცალ-ცალები მაგალითად კიდე არ შენდებოდა უბრალოდ რამე ადგილში. ეს იყო ენერგეტიკულად ძლიერი ადგილები, ძალის ადგილები, ძალის ადგილებს რო ეძახიან, ეს ცოდნა ძველ ხევსურებში იდო, ამ ცოდნას მიყვებოდნენ. და კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, რაც დავიჭირე მე თვითონ ეს კავშირი და ჩემი აზრი და რეფლექსია, რომ გაგიზიაროთ. ხევსურებს ჰქონდათ სჯულის კანონი, თავიანთი წესდება და ერთ-ერთი მძიმე სასჯელი, ყველაზე მძიმე იყო, როგორც მახსოვს, თემიდან განკვეთა, მაგრამ ერთ-ერთი მძიმე სასჯელი იყო ორმოში ჩასმა. ანუ ორმოში სვამდნენ ადამიანს, რაღაც კონკრეტული მძიმე დანაშაულის გამო სვამდნენ ორმოში და იქ იყო რამდენიმე დღე სიბნელეში. რამდენიმე თვის წინ გავიგე, დია ყოლბაია აკეთებს ხოლმე სიბნელის თერაპიას, დიას უდიდესი პატივისცემა ჩემგან, ძალიან დიდი მოაზროვნე გვყავს ამ ადამიანის სახით და მაშინვე დავიჭირე კავშირი სიბნელის თერაპიასა და ხევსურების ამ სასჯელს შორის, იმიტომ რომ ეს სასჯელები არ იყო რაღაც ჰაერზე მოგონილი რა. სხვა რაღაცებშიც თუ კარგად დააკვირდები. რა ხდებოდა რეალურად ამ ორმოში ჩასმით და სიბნელეში ყოფნით ხო ადამიანის, რომ ის უნდა შეხვდეს საკუთარ თავს, ის უნდა შეხვდეს საკუთარ ჩრდილებს და მან უნდა გააცნობიეროს საკუთარი სიბნელეც და სინამდვილეც, რომელიც არის მასში. რეალურად ეს იყო დიდი ინიციაცია ძამავდროულად ორმოში ჩასმა ადამიანის, იმიტომ რომ მირჩა ელიადე წერს თავის წიგნებში, რომ სხვადასხვა ტომებში ინიციაციებს როგორც გადიოდნენ ადამიანები, ერთ-ერთი მეთოდი იყო ასევე ორმოში ჩასმა და ბნელში ყოფნა ადამიანის. როდესაც ხდება, როცა შენ ინფანტილიზმიდან გამოდიხარ, აცნობიერებ რეალობას, რაშიც დაიბადე, სინამდვილეს რაშიც ცხოვრობ, ნამდვილ ცხოვრებას და რის მერეც უკვე საკუთარ თავზე სრულიად პასუხისმგებლობა აღებული, ანუ ზრდასრული უბრუნდები და განაგრძობ ცხოვრებას. ეს იყო ჩვეულებრივი ინიციაციური რიტუალი. ხევსურები ამ ორმოში ჩასმით, ამ სასჯელით ადამიანს, ეს იყო ადამიანის იძულება, რომ გამოსულიყო ინფანტილიზმიდან, გაეცნობიერებინა სინამდვილე, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, იმიტომ რომ შამანების კოდექსში ერთ-ერთი მთავარი კანონი რაც არის, რომ გახსოვდეს პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ხარ. ძალიან მნიშვნელოვანი აქტია პასუხისმგებლობის ამ დონეზე აღება იმისთვის, რომ იყო თავისუფალი ადამიანი. ამიტომ სისტემა იყო ასე აწყობილი. მე ერთხელ მირჩა ელიადეზე და ძველ ინიციაციებზე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, შამანებზეც ჩავწერ. ხევსურეთზე კიდევ ბევრი რამეა, დღეს ამით დავასრულებ და გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. ბევრ საინტერესო ვიდეოს გპირდებით.